Მოგები მოვედი კიდევ თქვენთან. მოდი გავაკეთოთ ახლა ისევ რაიდერის დასტაზე. რას გრძნობს თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება? რა გრძნობები აქვს თქვენ მიმართ? ვარიანტი ისევ ერთი. იფიქრეთ, გოგონებო, აბა, იფიქრეთ. რას გრძნობს თქვენს მიმართ ჩაფიქრებული ადამიანი? რა გრძნობები აქვს თქვენს მიმართ? ჩაიფიქრეთ, გოგონებო, აბა, ჩავიფიქროთ. თუმცა ჩანს კარგად, აინახეთ. ეს გამოვწევოთ, რომ კარგად ჩანდეს და ჩაიფიქრეთ. ვარიანტი იქნება ერთი რაიდერის დასტაზე. გონი საკმარისია, დავიწყოთ. რა გრძნობები აქვს ჩაფიქრებულ ადამიანს თქვენ მიმართ? ესე. ამ ადამიანს ქონდა გრძნობები, მაგრამ რატომღაც მოხდა ისეთი რაღაცა, შევიდა ბალანსში, დაიწყო ბალანსის დაცვა, ანუ რეალურად ამ ურთიერთობისთვის არაფერი არ გააკეთა და უარი თქვა ამ ურთიერთობაზე. და აი გაბრუნებულია და მიდის. აქ იცით რა, ეს არის უფრო კარმულ ურთიერთობას გავს და შესაძლებელია ეს ადამიანი ისევ მობრუნდეს. თუმცა ეს არ იქნება ჯანსაღი, რაღაც არაჯანსაღი ურთიერთობა, უფრო ჩანს აქ, ანუ რეალურად უფრო მიჯაჭვულობა ჩანს ფიზიკური სახის და არა დაუშვათ ესეთი სულიერი არაფერი არ ჩანს. და დასასრულისკენ ისევ დასასრულისკენ მიდის ეს ურთიერთობა. რატომ რა ხდება? აბა მოდი იქნებ განვავრცოთ. რა მოხდა? აქ იყო მშვენიერი ურთიერთობა, შეხვედრები, გამონათებები და მიჯაჭვულობა, ასე ვთქვათ, ძალიან დიდი, ანუ უერთმანეთოდ არ შეგეძლოთ, ძალიან იყო ისეთი თბილი ურთიერთობა, მაგრამ ადამიანი რატომღაც ოქროს შუალედი დაიკავა ადამიანმა, გაცივდა თქვენ მიმართ და უარი თქვა სიყვარულზე. აქ ძალიან ამაყი ადამიანი ჩანს, იმპერატორი, რომელსაც ანუ თავის ნებაზე უნდა ყველაფერი. ძალიან ამაყია, როგორც თვითონ გადაწყვიტავს და იტყვის, ასე უნდა ყველაფერი. რატომ გაცივდა ეს ადამიანი? მოდი ეს დავუსვათ კითხვა. ვაიმე. აქ ადამიანი აშკარად ჩანს, რომ თქვენზე უარი აქვს ნათქვამი და სხვა მიმართულებით და სხვა კუთხით მიდის თავისი გზის გაპოვნელად. მაგრამ ფიქრობს, რომ გაარკვიოს რაღაცეები და ძალიან ბევრს ფიქრობს ამაზე. უნდა ყველაფრის გარკვევა და სიტუაციის შეხედვა. თუმცა აშკარად ჩანს, ვიმეორებ, რომ იგი სხვა კუთხით თქვენგან დატოვებულად მიდის, სხვა მიმართულებით თქვენზე უარი აქვს ნათქვამი. თქვენს გრძნობებზე აქვს უარი ნათქვამი. რამ გამოიწვია? მოდი ესე დავუსვათ კითხვა, რატომ მიდის სხვა მიმართულებით ეს ადამიანი? რა მოხდა? აქ ცალსახად ჩანს, რომ ვიღაცამ რაღაცა იმოქმედა, სხვა ადამიანი ჩაერია და სხვა გზით წავიდა, სხვა გზის საპოვნელად. თუ მოგეწონათ და ალაიქეთ, გამოიწერეთ, მადლობა გოგო.